რომ თავარი დამნაშავე იმ სიტუაციაში, რაც დღეს ჩვენ მივიღებთ, არის ქვეყანაში არსებული კლიმატი, ხო, ამ კლიმატის მთავარ გამსაზღვრელად ბუნებრივია ხელისუფლება დაასახელა მან. რა შეფასება გაქვთ თქვენ ამ თემაზე? მე ძალიან წუხარ, რომ ვერ უსმენდი გიგა ბოკერიას და არ მქონდა საშუალება, ტექნიკური პირობები არ არის ამის და თუ მან დღევანდელი ხელისუფლება დაადანაშაულა იმაში, რაც საერთოდ დღეს ქვეყანაში ხდება, კლიმატის შექმნაში და დაუსჯელობის სინდრომში და მან ახსენა ყველაფერი დაუსჯელობის გიგა ბოკერია და წინა ხელისუფლება დღევანდელი ოპოზიცია დაუსჯელობის სინდრომზე რო ისაუბრებს ქვეყანაზე, აი ეგ არის უბედურება მართლაც ამ ქვეყნის და მართლა ვხედავ, რომ დაუსჯელობის სინდრომი ალბათ რაღაც ასპექტში არსებობს, იმიტომ რომ გიგა ბოკერია და მისთანები დაუსჯელები არიან კიდე, იმიტომ რომ პირადად მე მგონია, რომ მათ ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ქვეყნის წინაშე, თუმცა ეს რა თქმა უნდა შეფასდეს და ალბათ შეფასდება კიდეც იმედი მაქვს. რაც შეეხება იმას, რაც დღეს ხდება, რა თქმა უნდა ეს ძალიან ცუდია, თუმცა მინდა ვთქვა, რომ პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ესაა ინსპირირებული გარკვეული ძალების მიერ, ეს ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება. ეს ორგანიზაცია, არ ვიცი ხა LGBT თუ რაც ქვია თუ რაღაც კიდევ მათი ასოციაცია, მათ თავიანთი ცხოვრების წესი აქვს და შესაბამისად არც არავინ არ ზღუდავს მათ ამ ქვეყანაში თავიანთი ცხოვრებით იცხოვრონ. ეხლა თუ რეკლამა უნდა თავიანთი თავის გაიკეთონ და კიდევ უფრო მეტად აფიშირება გააკეთონ, რასაც მიაღწიეს, მინდა ვთქვა რა. მინდა ვთქვა, იმიტომ რომ მათი ამოთანა სწორედ ეს იყო, რომ ყურადღება მიექრონ და სამწუხაროდ ეს მათ შესანიშნავად მოახერხეს. ეს მათი საქმეა. ის გულისხმობს თქვენ ბატონო დავით ამ ძალებში თქვენ გულისხმობთ დავამთავრებ პაპატეს, დავამთავრებ რას გულისხმობ გაიგებთ ახლა. მე ჩემი ცხოვრების წესი მაქვს, ჩემი ტრადიციებზე აღზრდილი ადამიანი ვარ და ჩემი ცხოვრებით ცხოვრობ და არავის ცხოვრებაში არ ვერევი და ერთი რამ ვიცი, რომ ყველას აქვს უფლება თავისი აზრი გამოთქვა, თავისი პოზიცია დააფიქსიროს და არც უნდა ჩავიგეთ. მე ძალადობის ყველანაირი წინააღმდეგი ვარ და ნამდვილად დავუგმობ იმას, რომ როცა ადამიანზე ძალადობს ნებისმიერი ფორმით, მიუღებელია. მაგრამ მეორეს ის ძალადობა, რაც ხშირად მოდის ასეთი მსგავსი ორგანიზაციებიდან, რომ გინდა თუ არა, ჩვენ უნდა ვიძალადოთ საზოგადოება და ჩვენი ცხოვრების წესი, როგორ უნდა მოგვახვიოთ ჩვენს თავზე, ეს თავისთავად ძალადობა და ესეც მიუღებელი ფორმა. მინდა აღვნიშნო ერთი რამ, რომ პოლიცია რაც 9 წლის განმავლობაში არ ხდებოდა, დღეს მართლა ძალიან სერიოზული საქმე გააკეთა და მადლობა მინდა მათ გადაუხადონ ნამდვილად. ყველაფერი გააკეთა იმიტომ, რომ ის ადამიანები და არ ვიცი რამდენი ათეული, 10, 20, 50, არ ვიცი მნიშვნელობა არ აქვს, ხო? მათი არ დარჩებოდა ალბათ ერთი ძვალი მთელი, რესო პოლიციას არ ევაშკაცა და მათ სანამ შეძლეს, რომ ამ 1000-ობით თუ 10000-ობით ადამიანი შეეჩერებინათ, ისინი თავიანთ აქციას თუ რასაც ატარებდნენ, როცა გაირღვა ეს კორდონი, მათ მოახერხეს, რომ ჩასვეს ეს ადამიანები ავტობუსებში და საქსალამათები და ჯანმრთელები გაიყვანეს იმ ტერიტორიიდან. და ის რომ პოლიციელები დაშავდნენ პირველ რიგში, თქვა პოლიცია მიიღო თავის თავზე ასეთი დარტყმა და ეს ადამიანები ვის გულითაც ეს ამბავი აქვს და ყველაფერი სახსალამათები არიან და კიდე იქ რაღაც თავიანთ პრეტენზიებს აღებენ, ეს თორედ პოლიციის დამსახურება და დიდი მადლობა მინდა თითოეულ მათგანს გადაუხადო და ამავე დროს ძალიან წუხო რომ დაშავებულია პოლიციელები, მართლა თავიანთი ვაჟკაცობით და გვირული საქციელი და იმედი მაქვს რომ სერიოზული საფრთხე მათ არ ექნება. ესაა ძირითადი საქმე. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ ამის შეფასებას იწყებენ, რომ თურმე ქვეყანა სიბნელეში ცხოვრობს, ეხლა სიბნელიდან ეს ქვეყანა გამოდის. თურმე რომ დასაჯელები არიან, ვინც ამას უწოდეს დასაჯელი, ესაა ვინც ამის ინსპირირება გააკეთა საერთოდ, ვინც ამას უბიძგა. ეს რომ აშკარად მართულია ამის უკარო რაღაცა გარკვეული ფინანსები, ეს არის შესასწავლი, თუ საიდან ფინანსდება ასეთი თემები, ვისგან ფინანსდება და რა ინტერესები ამის უკარო. ბატონო დავით, ყველაზე მთავარი. ისო საზოგადოებამ ვერ მიიღო მაპატი ამ რაღაცა პატარა ჯგუფის იდეოლოგია და საზოგადოება ამას აშფოთებით შეხვდა, გასაგებია და საზოგადოებას ახლა როგორც ამათ ვერ აუგზალა, როგორც წესით უნდა ცხოვრება, ისე იცხოვრონ თავიანთი საქმე თვითონ ისე რაც უნდა ისაკეთონ. ისე საზოგადოების იმ 10000-ობით თუ მილიონობით ნაწილს ვერ აუგზალო, თავიანთი პოზიცია გამოხატონ იმ სადვი, რასაც ისინი უმსგავსობას უწოდებენ და უმსგავსობა თუ არა მეორე საკითხია კიდევ და შეიძლება მეც ასე ვფიქრობ და მაგრამ ძალადობა დაუშვებელია. ეს ძალადობა რო არ მომხდარიყო, ამაში ჩაერია ხელისუფლება, ამაში ჩაერია სახელმწიფო, ამით დაიცვა მათ ეს ხალხი, ვინც დასაცავი იყო საზოგადოების დიდი ნაწილისაგან და გაიყვანა სამშვიდობას. წინა პოლიცია, როცა დაუჯელობის სინდრომზე საუბრობენ, ახლა ჩემი კოლეგები აქ პარლამენტში და ანალოგიური ისაუბრა, როგორც მითხრეს ბატონმა გიგა ბოკერიამ, წინა ხელისუფლება რას აკეთებდა, ვინც უნდა იმას ქონდა თავი გატეხილი და დამტრეული და მათ შორის მეც ვიყავი ხშირად.
როცა ოპოზიცია ვიყავი და როცა მათ ჩემი საქციელი არ მოსწონდათ. მაშინ პოლიციელი, რომელი პოლიციელი იყო დაზიანებული, მანახეთ, როცა უამრავი ათობით ასობით ადამიანი დალეწილი ეყარა ქუჩაში და ბორკილებ დადებული ზოგი შენობების თავზე მიცვალებულები შემოკვეთ. ამ ქვეყნის პატრონი და 9 წელი მმართველობაში მყოფი გიგაბოკერია საუბრობს ახლა იმაზე, რომ დაუჯელობის სინდრომია ქვეყანაში. თუ ის ოპოზიციონერი პარლამენტარები დღეს აქედან ჭკუას რო გვარიგებენ, რომ ქვეყანაში დაუჯელობის სინდრომია, ხო, დაუჯელობის სინდრომია დღეს, რომ ბევრი დამნაშავე დღეს კიდე თამამადადი და ჭკუას გვარიგებს, აქ და ნატაციებს გვიკითხავს. ესაა დაუჯელობის სინდრომი, მართლაც. და იმედი მაქვს, რომ დასაჯელი დაიჯება, გვარიგებს სახელებს არ ვასახელებ, მე ჩემი შეხედულებები მაქვს. ამას პროკურატურა დაადგენს იმედი მაქვს. სამართალ დამცველების მსხვილობის მიუხედავად ჩვენ ნახეთ, რომ საქმე მაინც მივიდა დაპირისპირებამდე. თქვენ განიხილავთ ალტერნატივად, რომ საჭიროების შემთხვევაში პოლიციას უნდა დაეშალა მოწინააღმდეგეთა აქცია. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ პოლიციას ახლა იქ რამე ისეთი სერიოზული ძალები უნდა ეხმარა, რაც მაგალითად 7 ნოემბრის აქციაზე ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა, გაზებით რომ გავგუდა იქ და რეზინის ტყუები გვესწროდა და ასე შემდეგ. პოლიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რაც ყველაზე მთავარია, რომ ვინც იყვნენ მთელი აი ამ ავანტურის მონაწილეები, 10 კაცი 20-30 ავტობუსში რო ისწრებდნენ ბედნიერი სახეებით, ისინი გაიყვანა მშვიდობით და თვითონ დაზიანდა. რა უნდა გაეკეთებინა პოლიციას? რა უნდა გაეკეთებინა პოლიციას, რომ ის ხალხი, ვინც აღშფოთებული იყო ამათი თავხედობით, ის ამ ხალხისთვის რეზინის ტყუები დაეშინა თუ გაზი. ამას არის ბოკერია მიჩვეული და მაგის ძმაკაცები. ბანდა უпроსორეთ. ორგანიზატორების დაპატიმრებაზე პოლიციამ თავის თავი გადადო. პოლიციამ თავის თავზე მიიღო დარტყმა და ეს გააკეთა და ხალხი დაიცვა. ხედავთ თუ არა თქვენ აუცილებლობას საწინააღმდეგო აქციის, მაგრამ ეს ხალხი და ორგანიზატორების დაპატიმრების აუცილებლობას არა, მე ნამდვილად აქციის აუცილებლობას ვერ ხედავ. ისე ვამბობ რა, იმათ რაც უნდა თავიანთი გზითი არ უნდა საზოგადოება როგორ შეაფასა მათი საქციელი და როგორ უყურებს მათ ზნეობას, ეს მეორე საკითხი და ჩან ძალიან კარგად რა. ეხლა თუ ვინმე ძალადობა იხმარა, კაცმა კაც ჩაარტყა, ფიზიკური ძალადობა იხმარა, ტრავმა მიაყენა, ასეთი ადამიანი უნდა დაისაჯოს თავისთავად ხდება, ვინც არ უნდა იყოს. დათო საგადელიძე იქნება პარლამენტისევრი, პოლიციელი იქნება. თუ ვინც იქნება, როცა კანონს არ ყო, უნდა დაისაჯოს და ალბათ დაიჯება კიდე დასაჯელი. უნდა დაისაჯოს ის, ვინც აი ამის ყველაფრის პროვოცირება გააკეთა. მე ძალიან კარგად მესმის ახლა გიგაბოკერია რო დგას და იცავს, იმიტომ რომ მისი ოჯახის წევრები იყვნენ ერთ-ერთი აქტიური დამცველები და გარკვეულად ამ საქმის ინიციატორებიც ჩანდა ეს დღეები. ასევე ახლა ოჯახის ინტერესებს იცავს. ასე სულ გადადებული და ასეთი ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანები 9 წელი რო ანგრევდნენ ქვეყანას. და თურმე დღეს აღმოჩნდა ქვეყანა ამ მდგომარეობაში. დღეს აღმოჩნდა, იმიტომ რომ 9 წელი ეგენი მართავდნენ. როგორ ბედავს აქ რომელიმე პარლამენტისევრი ოპოზიციიდან რომ ისაუბროს იმაზე, რომ დაუჯელობით ქვეყანაში. გირგულიანების პატრონი ხელისუფლებას აუბრობს თუ ვაზაგაშვილის თუ რომელი ერთი ჩამოთვალა. თუმცა ვისია პასუხისმგებლობა რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დაკავებული დავამთავრო უკაცრავად დავამთავრო თუ იმ ხელისუფლებაზე საუბრობს რომელშიც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დაკავებულია იმის გამო რომ მან ახაც გარკვეული უკანონობა ჩაიდინა და საზოგადოებამ ეს დაინახა თუ პოლიციამ თავის თავზე მიიღო ყველა ის დარტყმა და არც ერთი ფიზიკური შეურაცხყოფა ხელით შეხება ამ პროცესების ინიციატორებს ააცილა. ამ პოლიციაზე საუბრობს გიგაბოკერია, ამ პოლიციაზე საუბრობს გრატიანი თუ ჩიორა თაქთაქიშვილი და სხვები. ამ პოლიციაზე საუბრობენ ვანო მერაბიშვილის პოლიციიდან გამომდინარე? ბატონ დავით, გასაგებია თქვენ აკრიტიკებთ წინა ხელისუფლებას, მაგრამ როგორ განვითარდება თქვენი გადმოსახედიდან მოვლენები დღეს, როგორ უნდა მოგვარდეს ეს სიტუაცია, რომელიც დღეს გვაქვს და როდესაც ხელისუფლებაში უკვე თქვენ ხართ? მე დარწმუნებული ვარ, ეს პრობლემები ძალიან კარგად მოგვარდება მშვიდობიანად და წესიათ არა მარტო დღეს, არამედ იმ პერიოდში, სანამდე ეს ხელისუფლება იქნება და დარწმუნებული ვარ, დიდხანს იქნება. რაც შეეხება დღეს, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ პროვოკაციებს კიდევ ბევრჯერ დავინახავ დღის განმავლობაში. გამოთქვა ხო ასეთი არასვენებთ მაგათ გამჩენი რა. წავიდეს რაღაც ახლა მოტრიალდებიან კიდე რაღაცა სხვაგან გამოყოფენ სხვის, იმიტომ რომ რაც შეიძლება მეტად დაძაბონ სიტუაცია და რაც შეიძლება მეტად მოახდინონ პროვოცირება. ეგ უნდათ მაგათ მეტი კი არაფერი. ეგ უნდათ მაგათ და ეგ უნდათ მაგათ დამკვეთებს, ვინც მაგათ ფულს უხდის, ვინც მაგათ მაგისთვის აქეზებს და მაგათ სხვა თავმოყარეობა არ აქვს სიტყვაზე ფულის გულისთვის ნებისმიერ ამას გაყიდიან სხეულსაც და თავმოყარეობასაც საქციასაც. ბატონ დავით, უფრო რომ დააკონკრეტოთ დამცველება ძალიან თქვენ პროვოკაციებს. ვისი მხრიდან და ვისგანაც საერთოდ ეს დაიწყო იმ ადამიანებისგან, ვინც ასეთ ჭრელ დროშებს აფრიალებენ ქალაქში და მიაჩნიათ რომ მათი უბლებები ორგანიზაცია იდენტობას გულისხმობს. რა შეიძლება რა ორგანიზაცია იდენტობას გულისხმობს ზუსტად რაც ქვია, იდენტობა ქვია თუ არ ვწდები. არც მინდა მაგათ სახელის გამახსოვრება, იმიტომ ქვეყნის მაგათ სასიკეთო არაფერი არ უნდა.
არც ქვეყნისთვის, არც ოჯახისთვის, არც მომავლისთვის, არც ტრადიციისთვის და საერთოდ არც არაფრისთვის. დედამიწაზე სიკეთისთვის ეგ ხალხი რო არ არის მომართული, აჩქარად გასაგებია. მაგრამ თავიანთ ფული რო იშოვონ და თავიანთ თავის რეკლამა გააკეთონ და დამკვეთების ეს გასაგებია და პირდაპირ ჩანს. ამიტომ მე მგონი დღეს კიდე ხანი გაძვრებიან, ხანი გამოძვრებიან, ხანი გამოვარდებიან, რომ რაც შეიძლება მეტად დაძაბონ სიტუაცია და მე ვინც დაუკვეთა ეს იმათ ჩააბარონ ანგარიში, რომ აი რამხელა ყურადღება მიიზიდე და როგორი ამბავი ატეხეს. ეგ ერთი და მეორე რაც შეიძლება მეტი დარტყმა იქნებ როგორმე მიაყენონ დღევანდელ ხელისუფლებას, მთავრობას, სამართალდამცავ სტრუქტურებს და ასე შემდეგ. ნამდვილად არ გამოვუათ, იმიტომ რომ საზოგადოება ბრწყინვალე შემფასებელია ყველაფერს. ბატონ დავით, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს და იმ ბიჭებს ასე ღირსეულად რომ დგანან და ზოგი დასისხლიანებული ხელით, ფეხით თუ თავით კამერების კი არ კეკლუცობენ ზოგიერთი პოლიტიკოსი ვითო თურმე რაღაც სისხლი გაუჩნდა ტუჩზე ან პულზე. არამედ ვაშკაცურად დგას და იმდვის იმისათვის რომ დაიცვას შეიძლება მისთვის მიუღებელი საქციელი, მაგრამ მაინც ბატონ დავით, ბოლო 1 საათის განმავლობაში დაახლოებით აქციის ორგანიზატორები, მე გულისხმობ მათ შორის ორგანიზაცია იდენტობას ადგილზე აღარ გამოჩენილან, მეუფე იაკობმა მოუწოდა ხალხს დაშლისკენ, აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება და მოუწოდა ხალხს რომ დატოვოს ქუჩები, თუმცა ჩვენ ხედავთ რომ ხალხი მაინც რჩება ქუჩაში. როგორი უნდა იყოს მაშინ შემდეგი დაბიჯი ამ შემთხვევაში? ძალიან სწორია, რა თქმა უნდა, საზოგადოება უნდა დაწყრადდეს, საზოგადოება უნდა დამშვიდეს, ხალხი უნდა დაიშალოს. იდენტობას ნამდვილად უნდა იყოს ახლა ჭკუა რომ წავიდეს და სახში შევიდეს, სადაც უნდა იქ წავიდეს, ქუჩაში სიარულს თავი დაანებონ და ხალხის ზედმეტად გაღიზიანებას. პოლიციას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ალბათ პოლიციამ თავის საქმე გააკეთა და იმედი მაქვს დღეს აღარ დასჭირდება ხელმეორედ ჩართვა რამე დაშლის პროცესში, თუმცა ყველაფერია დამოკიდებულია იმაზე, იდენტობას თუ LGBT თუ როგორც არის, მაგათ ეყობა თუ არა ტვინი იმისთვის რომ დაანებონ თავი ქუჩა-ქუჩა, ადგილ-ადგილ რაღაც აქციების მოწყობას და ხალხის ზედმეტად გაღიზიანებას.